and go to sleep. Take a Thank good you. sleep. You too. Okay. Bye. Bye. Cheers. ანუ გაითრიეთ რა, მომიშალეს მარაფებმა ნერვები. აი ეგეთი გიშები. ანუ შემოდიან არაბი? აჰა, შაჰმედა პაკისტანელი. შაბანა, შაჰბა ვარიაჩ. რაო აბა? ჰო, ტკბები? ნიშნარ გაიხარე. მინდა მაინც ხარდეცაზე. Perfect night. Pardon? გამოვბრთა. მე დამცხან პარიკში აღარ მიყარიკი. კარგად ვასწავლე ჭკვაი, მაგრამ აუბავით არ მიყვარგარ. ანუ გიჟები არიან ხალხო, ანუ როგორ შეიძლება რომ ანუ კაი მესმის მე რომ ანუ შენ ვიღაც ადამიანი არ მოგწონს. მართლა მესმის ის რომ ეხა შენ მე მიყურებ ეხა ამ წუთას და არ მოგწონ ვარ. მაგრამ შენ მოხვიდი აქ და მორალი წამიკითხო. ხო, ანუ მე შენ ვინები არიან ანუ რაღაცაზე მორალი წამიკითხო თუ დედა ჩემს მოვწონ ვარ ესეთი, მამა ჩემს მოვწონ ვარ ესეთი თუ ვის მოვწონ ვარ, ხო? ეს ჩემი აზრით შენ არ უნდა გაღელვებდეს ვიღაცა ხარ. ასე რომ რავი. ხო და ანუ მე კიდე რა ვიცი, ანუ რას გადავითხრაპნი, რას წავისმე, ესაც ჩემი საქმე არის, ანუ რატო ვარ ადამიანი, ამ ქვეყნად მოვევლინე მარტო, მინდა ვიცხოვრო ისე როგორც ცხოვრობ და მიხარია რომ ვიცხოვრო და ისე და არ მინდა ისე ვიცხოვრო როგორც შენ ვიღაცას სურს, ხო? ანუ მაშინ დავკარგავ ჩემს ინდივიდუალურობას და აღარ ვიქნები ისეთი, ანუ ვიქნები რაღაც მოსაწყენი ადამიანი, უფერულო ადამიანი, ვერ ვიცხოვრებ ისე როგორც უნდა ვიცხოვრო. ხო ესეა, ანუ რატომ ზღუდავ შენ ვიღაცა, ხო? ანუ მე შენ ხომ არ გზღუდავ, ანუ მე შენ სივრცეში ხوار შემოვდივარ რა, ნახე, ანუ თუ შემოვედი ხა ხო მაგალითად იმ ადამიანებთან მე ხომ მე ჩავერთე, ხო? ანუ მათ ძალიან ჩვეულებრივ შეეძლოთ რომ დაეტოვებინათ და ეგრევე ლაივი და ანუ არ გამოიწვიეთ, ანუ ამ ხელა რაღაც აჟიოტაჟი. ანუ რავი, აი ამ ხელა რაღაცას არც, ანუ არაფერს რაღაცად აქცევენ ხოლმე, ანუ და ჩემი აზრით ანუ მე როგორ ვიცხოვრებ, ვიღაცა მეუბნება, კაცურად იცხოვრე, ანუ მე როგორ ვიცხოვრებ, ეს ჩემი გადასაწყვეტია, ხო? ანუ მე შენ ხო არ გეუბნები, ანუ დღეს რავი, ანუ ესე რატო ლაპარაკობ მეთქი? ანუ ხარ გეუბნები შენ, იმიტომ რომ ეს შენი ის არის, რა ქვია. შენი გადაწყვეტია შენ ცხოვრებაში რა სიზავ, ხო? ხო და ანუ რავი, ჩემკარგებო ცოტათი დავწყნარდეთ. მართლა აი გეფიცები ამ ზოგადად სოციალურმა ქსელებმა ძალიან როგორ ვთქვა, კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ჩვენ ადამიანები. უკვე ანუ აღარ ვინდობთ ერთმანეთს რა. ხო, ანუ აი ეგ არის ჩამოვიორბოში და ხო და კიდე ეგეთი არამები, ანუ აქ კიდე რამდენი არიან. ანუ აქ საბერძნეთში კი ვერაფერს ვერ შვებიან. ანუ მე სხვადასხვა ძალიან ბევრ არაბს ვიცნობ, ან მართლა ძალიან ბევრ არაბს ვიცნობ, აქ კლასელებიც მყავდნენ და არ არიან ანუ ესეთები, აი როგორც რავი ხა სხვა ქვეყნებში, ანუ აქ არ ვიცი, ანუ მე ხა რავი, ანუ ერთ რამდენი ადამიანს ვიცნობ ესეც არაბს კლასელები მყავდნენ. მე ანუ სკოლის გარეთ კიდე რაღაც რავი, ანუ
და არ არიან ანუ ის ადამიანები ეგეთები თუ ვერ ბედავენ არ ვიცი მაგრამ აზრზე არა ვარ იცი ანუ მეც ხა ქუჩაში სიმართლედ რა ესე არ გავდივარ იმიტომ რომ ანუ არ ვარ ხო ტრანსგენდერი ხა ანუ ვარ რა ქვია კაცი და გრძნობ ჩემს სხეულში კარგად და ну რა ვიცი ხა ხო და არ მიგრძნია რა ვიცი არასოდეს ანუ არაფისგან როგორ თქვა ეგეთი რაღაც ანუ ზიზღი და ვიღაცას რაღაც ცუდად რო შემოეხადა რა რაღაც ეგეთი ანუ ხო გავცხე იქვე ვიღაცას ხო ვიღაცამ რაღაცა რო ისეთი მითხრას ოღონდ თუ ხალხი არის გავიქცევი აი მე გოგო მიგზავნის ერთი საყვარელი გოგო არის მეზარება ეხა რა ჩართვა აბა გეი ხარ შენ ვინ ხარ გო ხო და ამ ტიკტოკში რო შემოვიდიოდი ხოლმე და ან რო ვხუმრობ ხალხო ხო ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ რაღაც მაინც და ну რავი ანუ ამ აგრესიას დაიწყებს ერთი მეორე აყვება მეორე უტვინა და დაატრიალებს რამე უბედურებას ხოლმე ხო ეგრე არის რა და ასე რომ ზოგადად ესეთი რაღაცებისგან ისე უნდა იყო შორს რავი ხა სოციალურ ქსელში სიმართლე გითხრა ანუ აღარ რავი ანუ რავი არავის არ უნდა მიაქციო ყურადღება ისეთია და არავის თანან თუ ვიღაცამ შეურაცხყოფა მიგაყენა მე ის ვიცი ხოლმე რა ვიღაცა შეურაცხყოფა მოგაყენებს ანუ თემერით არც უნდა მიაქციო ყურადღება იმ ადამიანს იმიტომ რომ ჯერ ერთი ამოფარებულები არიან რაღაც fake account-ებს ანუ შენაც არ უნდა შენაც არ უნდა რა ქვია გამოვიწყდა ეხა ADHD მაქვს მგონი თავში შენაც არ უნდა რაღაც იგინო და რაღაც უბრალოდ ნერვები მოგეშლება და სხვა არაფერი ხო ხო და ასე რომ ჯობია ხოლმე რომ უბრალოდ ან დაბლოკოთ ან დაამიუთოთ ან რაღაც ეგეთი შილაკს ხოდა შორის ერთხელ მაგაკეთებული ერთხელ მაგ და ვიგია და ისიც მაინტერესებდა რა იყო ეს შილაკი და ანუ ხოდა შორის მივქარი რომ მე აღარ გამიკეთებია უბრალოდ მე სულ თითები ის მქონდა ხოლმე რაღაც მეკავებოდა თუ კი აი და სულ არ დაკონეტა მინდოდა თითების თუ ჭხილების და შეიძლება მაგ დროს იმიტომ რომ მე უსწორმასწორად იზრდებოდა რაღაც დაგითხარი ნადა დამტკნარეთ კომ შევეცდები კეფიცები ანუ გადამრევს ეს ხალხი კამნუ გამიხსენებ ამ დამტკნარებას და მე მტკნარი მე მათ მარით ვეღარ დაიცინეს ვაიმე დღეს კორიციატი ისე ამოფულა Tinksera корицимо malo prepnaroti so uzgonis avti mekanane
After Tomeridi this afternoon Omekana etsi Bichi hartu gogo shendra kinda shenseted Verkavike an magram bichi vartu gogo რავი, აი, ეხა მაგალითად დღეს ავარ დღეს ავარ კაბა არ მაცვია, მაგალითად ქალბიჭა. ეხა მაგალითად რო დავიძინე ბიჭი ვიქნები, რო გავიფუძე ბიჭი ვიქნები. აი ხვალ ეხა ლაივით ვუჩავრთე. შეიძლება ვიყო ისევ ან ქალბიჭა, ან ქალი. გაიჭირია ეხლა რა. შეღოდენ ხო კამიაროქს ნესოდო. ეს ტრაკიჟურის იყო. და ხო აი არ ვიცი და გაჩნია. ამი ძალიან მოვიმატე. ანუ ხალხო ადრე ვიყავი 83 კილო და ეხლა ვარ თითქმის 100 კილო, ანუ 98 კილო ვარ უჭმელზე ხოლმე და ნაჭამზე რავი ვაჭარბი ფას რაღაცაზე ავდივარ უკვე და ეხლა უნდა დავიკლო, იმიტომ რომ უკვე მიშლის ხელს ბევრ რაღაცაში, ანუ რავი, რაც არ უნდა დაბანელი ვიყო მეღელება. არა, სირცხმელის დაწამალი ჩვენ არ გვაქვს. კეფიცები დავიღალე, ზაფხული აი მაგიტომ არ მიყვარს. ესა ტოკიო. ეს როგორ ტოკიო ხარ? ანუ ვერ გავიგე ახლა რა მიწერა ქაბატონო ლელა მე ლალი ვარ ეს მეცნობა მაგრამ კაპიტალასდა აიმე ხალხო საფხულში რასაპირებთ ახლა ყველამ დაწერეთ რასაპირებთ საფხულში, სადაპირებთ წასვლას, როგორ აპირებთ საფხულში დასვენებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემზე წერთ უკაცრავად. ვაიმე ელია, შენ აქ ხარ ჩემო კარგო? შენ მაგ გახვალ ოკეანეზე. ამე ოკეანეში ისინი არიან ხომ ან ზვიგენები და რაღაცები ფრთხილად იყავი საბერძნეთში 15 წლის შემდეგ საბერძნეთში 15 წლის შემდეგ ანუ საბერძნეთში ჩამოდიხართ იო თუ საქართველოში მე ხალხ ვერ ხედავ კეფიცები ვერ ხედავ საქართველოში მიდიხართ აუ რა მაგარია ძალიან კაია 15 წლის შემდეგ ეხა საბუთი გააკეთეთ იმედია ეხა ახალი კანონიკა შემოიღო ხო იცი ვორიდი ხალხო ვინც არ იცით მაკის ვორი რომ არის აქ მიგრანტების რა ქვია მინისტრი მეტანასევსკი ასილო არის ეგ კაცი შემოიღო მან რომ ვინც 7 წელს ვერ ამტკიცებს ისინი ანუ ბოდიში ვინც ვერ ამტკიცებს არა 7 წელი უქმდება 7 წლიანები უქმდება 2026 წლის ივნისი თუ რაღაც ეგეთი ანუ ზაფხულში მოკლედ რა ხო და ვინც ამტკიცებთ მოასწარით ყველამ და ანუ არ დაკარგოთ ერთი წუთი რომ წუთია ის რომ ეგრევე შეიტანეთ იმიტომ რომ რას მოიმოქმედებს ეს ღმერთმა იცის ეხლა
ხო და თავი რო ქუჩი გქონდეთ, გააკეთეთ საბუთები. იმიტომ რომ აქ ძალიან მკაცრდება ყველაფერი, ანუ დღესაც კი ის საიმიგრაციოში ვიყავი. დღესაც საიმიგრაციაში ვიყავი. მე ვეღარ სხვა თემაზე. მინისტრი კი არა, რის სხვა ეგ ემიგრანტებისო. ჩემი აზრით იმას იზავს რაღაც ეტაპი, ანუ ეს რაღაც აბობოქრდება, მე რაღაც ჩაიფუშება ისევ, აი ნახეთ, იმიტომ რომ ეხა ახალი არის და რაღაც, მაგრამ ეგ კაცი სხვათა შორის 2000-იანები დასაწყისში, თუ არ ვცდები, კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო თუ სამპრემიერ-მინისტრო იმაში, რა ქვია, არ გაუქმდა, ჯერ არ გაუქმებულა 2026 წლის ივნისში თუ ივლისში უქმდება, ჯერ არ გაუქმებულა არაფერი. ის არის უბრალოდ შეიტანეს განხილვა მიდის თუ რაღაც ეგეთი, მე რა ვიცი, სანამ მაგას განიხილავენ და რაღაც. ეგ ხო და ისქენით და სიმსიმის ეგ ვინ არის? პატა ვინ არის? პატა. არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ უქმდება 2026 წელს. შეიძლება არასწორად წავიკითხე მე, ანუ წელი და ესე დამამახსოვრდა. ხო. ადვოკატია, უცნობელი ქართველი ადვოკატი, არ ვიცი. აზრზე არა ვარ სამწუხაროდ. ვაიმე დეივიდ, ხო და ისქენით იჩქარეთ, მაგებზე შეიტანეთ, ვინცა კიო რავა ხარ ჩემო ძმაო. რა ვიცი, ჩემო კარგო, შენ როგორ ახარ? ხო და შეიტანეთ რა. თუ არ ვცდები, 300 ევრო არის პარავოლო. და რაღაცა ქენით და შეიტანეთ. არა ვიცი. კეფიცები, ანუ ისინი მე ეს κάνω blog, βασικά και blog και mute μαζί για να μάθεις ιόμ. γιατί άμπεπε აუ ეხა ზაფხული რომ მოვიდე რაღაც კოღოები ხო ყავს და რაღაც და ისინი მაქვს რა ქვია მე ვცხოვრობ საბერძნეთში რა ქვია ისინი მაქვს რა ქვია შეერთებული ანტიკუნოფიკო თუ რა ჯანდაბა არის კოღოების საწინააღმდეგო რატომ მტკივა მე მტკივა თავი საბერძნეთში გავიზარდე თითქმის ანუ 14 წლის ვიყავი რომ ჩამოვედი აპრილში ჩამოვედი ეხლაც მახსოვს ოქტავა ტრაველით და გზაში გაფუჭდა ეგ ავტობუსი სხვათა შორის ანუ რაღაც წინ ეგ ავტობუსი თუ წინ ავტობუსი არ მახსოვს იმიტომ რომ გავჩერდით ჩვენ და რომელიღაც ავტობუსის წვიმიანი ამინდი იყო და მაშინ რაღაც რუსული ის გადიოდა ის ჩართეს ტელევიზორი მახსოვს ძალიან კარგად და რაღაც რუსული ის გადიოდა და ძალიან მიხარდა რომ საბერძნეთში მოვდიოდი ანუ და მარტო მოვდიოდი სხვათა შორის ანუ ძღოლს ხომ გავუკეთეს მინდობილად რაღაც ეგეთ და ვიღაც ქას ჩამბარեց კიდე წალკელი იყო ეს ქალი მახსოვს ჩემამდე ჩავიდა და ის იმ ქალ მართლა გეუბნები რა ვიცი მთელი გზა აი რავი ხარას მაჭმევდა
სიყვარულესი ქალბატონი. ეხაც მახსოვს იმ ქალის სახე მომღიმარე, სულ რაღაც კეთილი განწყობით იყო ჩემს მიმართ. თავი არ მდგივა. და ბავშვი ვიყავი, რომ წამოვედი. ოქტავა ტრაველი. იცით თქვენ ოქტავა ტრაველი? ეხაც ვიცი, მე მის პატრონოებს ვიცნობ ძალიან კარგად. ძალიან კაი ადამიანები არიან სხვათა შორის. აღარ სახელები არ მახსოვს არც ერთის. აიდა ჩემ აიცის. პასილკებს რომ ვიღებდით ხოლმე ან ვაგზავნიდით, მაგ მიქონდა. გიჟები, ანუ ვერ გავიგე, თუ გიჟების წამალს მალე წესიათ მაინც დამიწერა რომ წავიკითხო. და ეხლა დიდი ხარ კი? ეხლა ვარ 26 წლის. 26 წლის ვარ და გავა რა ვიცი. კარგ ბებერს არა, ანუ უბრალოდ ისეთი თან გავსუქთი კიდევაც ასე ის რა ქვია მომემატა ყველაფერი და ეს დაღლილობა ეს ის სტრესი ცხოვრებისეული მაინც გამოიღო ეხლა ხო ასაკს დაემთხვა მაგრამ ეხლა გენეტიკა ისეთი არ მაქვს რომ ვაუ ასაკი არ ეთყობოდეთ ჩემს გენეტიკაში გრე არ არის მაგრამ თავს გაფრთხილება უნდა ჩემო კარგო მაგრამ 21 საუკუნეში ვერ გაუფრთხილდები ფაქტიურად თავს თავს უფრთხილდები ან დიდარი უნდა გყავდეს ისინი რა ქვია მშობლები ან კიდევ რა ვიცი Sugar daddy უნდა გყავდეს მინიმუმ. მე არც ერთი არ მყავს. ვაიმე არ გეწყინოს და ბიჭი ხარ თუ გოგო. აქ რატომ უნდა მეწყინოს? ნინო. რატომ უნდა მეწყინოს? აქ რავი, აი თქვენ როგორც მიხედავთ ისე ხა მეზარება რა. აი ჩემო კარგო ეხლა ისეთ რა შეგიძლიათ ეხლა რა. ხო და აი ეგრე მაშინ თქვენ ანუ შენ არტისტი ხარ? არტისტი მაინც არ იყო. ასე რომ აი მადლობა ქალბატონო ნინო. რატო არ ვიცი კი ვარო ლუის რატო ილანძღებით ლუის ვინ ქალბატონი ხართ ჩემო კარგო არის ეს ლუისი დავბლოკოთ, მოდი დავბლოკოთ ლუისი. ლუის დაგემშვიდობები მე შენ იმიტომ რომ მე შევწუხდი სიმართლე გითხრა. და იმედია ბედნიერი იქნები შენი მთელი ცხოვრება. აი ეს მინდა გისურვო. და ნაკლებად დაკავდი სხვა ადამიანების პირადი ცხოვრებით. არ გაინტერესებთ ეს ჯობია. რაც უფრო ჩაუმღრმავდები, მით უფრო დაითრგუნები. ხვდები? შემაწუხებლად არ შეგეკითხები, მაგრამ კაცი ხარ, ულვაშები გაქვს და რა გინდა პომადა.
რავი, არ ვიცი. დღეს რაღაც მომინდა. ხვალ არ ვიცი, შეიძლება აღარ მინდოდეს, იცი რა არის, აი დღეს მაგალითად ორჯერ ვჭამე, აი ხვალ შეიძლება ერთხელ ვჭამო. ხო? აი დღეს მაგალითად ღამე რომ მოვედი, შოკოლადი ვჭამე. ხვალ შეიძლება აღარ მქონდეს შე შოკოლადი და ვეღარ ვჭამო, ხო ხვდები? აი შეიძლება ხვალ ხინკალი ვჭამო, ვირა კარგია. ისე ხინკალი ძალიან დიდი ხანი არ მიჭამია მგონი. და ხვალ შეიძლება შევჭამო კიდევაც ხინკალივე, მადლობა მუხა. რამდენი წლის ხარ, ტრიანდაფილა? მე ვარ 26-ის, ჩემო კარგო. ხინკალი და არაყი. მე ხინკალი და არაყი ძალიან მიყვარს. ოღონდ იცი რა, კარგი არაყი მე ვერ ვსვავ. ზოგადად მე ალკოჰოლიკი არა ვარ, მაგრამ აი თუ ვსვავ ბევრს. რომელ ტუცაცი გისვია? არ მახსოვს, რაღაც ჩინური პატენტი არის. ბოლომდე არ დაგვიკარგია. მე არტისტ, მოდი შენს დაგემშვიდობები, ბედნიერებას გისურვებ მთელი გულით და სულით, ჩემო კარგო. არ მისმის ერთ კომენტარები და რა ვქნა. მაგ პომადა შეიჭერით, ვაიმე თვებს ვერ შევიჭრი ხალ, ხო, სამსახურში, ჩემ სამსახურში ესე მოვწონ ვარ, მე მზარეული ვარ და იქ თმის გამო ამიყვანეს სამსახურში, თორე მე ხო ხვდები? So nice lipstick, thank you. მეც მინდა ხინკალი და არაყიო. სად ხარო? მე საბერძნეთში ვცხოვრობ. საქართველოში არ ვარ ნამყოფი, 12 წელია ხალხო და არ ვიცი რა მაკავებს. რომ მეკითხებიან ხოლმე რა ის საქართველოში არ გინდა წასვლა და რაღაც ეგეთი. რა ვიცი, ერთობით არ მაქვს აი რაღაც მაგის სურვილი. მაგრამ აი ხანდახან შეიძლება არის ხოლმე მომენტები, რომ აი მინდოდეს თუ რაღაც ეგეთი. იცი რა არის, აი აქ სოციალურ ხეში რაც უყურებ რა, სულ ცუდ რაღაცებს ვხედავ. რავი, პოლიტიკიდან დაწყებული ადამიანების ჭამით დამთავრებული. გიორგი, შენს დაგემშვიდობები, მოდი. ხო და იცი რა არის, ალბათ რამოდენიმე წელში შეიძლება წავიდე. რა თქმა უნდა, ხა იქ დაჩნეს, საქართველოში დაჩნეს სამწუხარო თუ საბედნიერო, თუ არ ვიცი როგორ ვთქვა. ვერ ვიცხოვრებ საქართველოში მე პირადად. იმიტომ რომ ხო რაღაც შეიძლება ამობენ ხოლმე რომ აი საქართველო ძალიან განვითარდა ამას. გიორგი რა ხარ? კარგად, თავად? რა ვიცი, გენაცვალე, მოდი აბა. გიორგი. ეგ კვარაცხელიას ის რომ ეცმა, კვარაცხელიას მაიკაოღონ. აბა მანახ. ეხლა უნდა გავიდე, უნდა ავთქი შენს აბა ჩაიცვი ახლა კვარაცხელიას მაიკა და ისე დამენახე. არა, კვარაცხელიას და დავითაშვილის მაიკამა. აბა ჩაიცვი გასო. აი დავითაშვილის მაიკას განახებ. ბუცები და გამაშები ჩაიცვი. არა, ეგენი არ მაქვს. იმ დღეს ვითამაშე სხვათა შორის. ამაისურით სად არის? აი
განახი. აბა ერთი წუთით. ოპანა აი ნამდვილი ქართული ფეხბურთი შენ გენაცვალე ჩაიცვი მინდი ჩავიცვა? ო მაინტერესება ამაში როგორ გამოიყურებ აი ჩავიცნევ შენს გამო. გენაცვალე მინდი ოპანა ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო შენზე ანა თქვა შენ გენაცვალე ბურთი არ გაქვს ბურთი არა. აბა მეგობრებო გინდა სურვილზე ვითამაშოთ რაიმე არ მინდა კაცო თავი დამანებე. მოდი ერთი 20 ბუქნი 20 აჯიმანია არა კაცო ისეთ მე ის მუშაობ ხა შენი აჯიმენები სათმცალია. მენიები უნდა ხა მაგა რას მუშაობ მითხარი მზარეული ვარ. რა კერძ აი მაგალითად ბოსტნეულის რომელ კერძს შემოგთავაზებთ სოკოს სუპი. აი მაგალითად სოკორადო რა? მაინც და მაინც სოკოს სუპი რადო რა ვიცი ალბათ ეგ მომწონს. შენ რას საჭმელებს ჭამ ხოლმე ყველაზე ხშირად? მე მაგალითად აი რა მომწონს იცი რა ქვია ზმა იმას ყვახის კრემსუპი მიყვარს მაგალითად მაიან გოგრის კრემსუპი მიყვარს მე აი გოგრაც ძალიან კაი არის. ჩემი შეფი აკეთებს ძალიან კარგად. აჰა აქა დაწერეს შინხოფერის ნებისმიერი გვინდაო 8 ფეხა გვინდაო ნოდოს დაროვა 8 ფეხა ანუ ოკეი 8 ფეხა კი კაია. 8 ფეხა არ მომწონს. აბა შენი ჰობი გითხარ ჩემი ჰობი არის ცურვა, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვცურავ. არ დავდივარ ცურვაზე. აბა შენი საყვარელი ქალი მსახიობი ჩემი საყვარელი ქალი მსახიობი? ბევრია ეგრე. ერთი უნდა ვთქვა? აბა მაშინ შენი საყვარელი სექსუალური ქალი მსახიობის პაროდია გააკეთე თუ გინდა ცეკვის ჩემთვის ანუ ეხა ამ წუთას მომივიდა ჩემთვის სექსუალური ქალი მსახიობი არის ჩემი ცოლის დაქალებიდან კეთი. გააკეთე ახლა კეთის ის რაცა ბიჟენი ანა რა ის თამუნა. მე ნო შენზე ნაცვალე მე და მაფოლოვე ძმა ბაკა მე წამოვედი აღარა ვარ პოზი. ბიჭო ეს გამიკეთე ის რაცა ასე რამე შოუდან ნაუ გაკეთე თავი დამანებე კაცი მსახიობი კითხე ქალი არ აინტერესებსო. კაცი არ მომდის ეხა ესეთი მე რა ვიცი. ისე ახლა ვინმე ახლა ვეძებ ქალიშვილ გოგოს რა ხო ორა გამაცანი აი ქალიშვილი ფული გოგომი ჩემს გარშემო ქალიშვილები არ არსებობენ. ამანევე თავი კაცო ყველა იგი აი ანუ 26 ან რამდენი წლის ხარ? 29 წლის ვარ 29 წლის ხარ და ანუ 29 წლის რა ქალიშვილი უნდა იპოვო? სად იპოვი ქალიშვილს? ვერ იპოვი. მე ქალიშვილი მინდა ვერ იპოვი ხო და ქალიშვილი მინდა და მორჩა ვერ იპოვი ვერა. ვაჟიშვილი ვარ მე აგერ უკვე რამდენი ხანია ვითმენ და იმედია მალე მექნება უკვე ხო დაიჯერა ყველამ რომ ვაჟიშვილი ხარ. რა იმერი მაგაში დაუჯერებელი კაცო რა გავი ხალხს არ ჯერა ეხა მაინც. მე დაუყო კაცო მე ხო ვიცი რომ ვარ და მართლა იცი რამდენი ხანია მაგაზე ვფიქრობ და იმედია მალე მექნება უკვე და ბიჭო ისეთი კომპლექსი მაგა იგე კომპლექსი და მინდა რომ აი ჩემნაირი იყოს მეორე და აი ერთად ასე რომ დამიჯდება გვერდით და ასე მიუცოს ხოაზე ხარ ნელ-ნელა და აი მე წამოიჭრას რაღაცეები რა მე რაღაც ისეთი რაღაცეები მოხდეს ჩვენ შორს ლანა მადლობა ხელის გულები გვანახოსო აქ მიწერენ. ო ხელის გულები დედასპიცა ვარ ნახე აი უნამუსოვი ეხავე გაჩვენი აი ნახე რა მაზოლები მაქვს ეგ მუჩა აი რაღაცებს რო ეწევი ალბათ ვარჯიშობ შენ. არა კაცო რა ვარჯიში გეუნები მე ცალკე ვარჯიშები მაგ აგე რა
მეორეზე რატო არ მაგაბა? მეორეც გვანახე. ეს მეორეზე ხანდახანდა იმ კონში ბევრი არ მაქვს. მეორეზეც გაქვს თან იქივე. არა. ეგ მძიმეებისგან არის კაცო. მე ძიმეა. შრომელი ბიჭიაო, ბრავო. ვიღაცა კიდე. შრომელი არა კაცო, ეს დარბაზში ვარ და იქიდან. მე რომ ნაშრომი მაქვს. ამას ნაშრომი არა ის კიდე. იმდენი თოხზე კონდეს ხელი მონაკიდები თოხზე შენ. მე ერთი შენა გაქვს ნაშრომი და მეორე ქეთი ეგიდუნაშვილს. ვითომ რატო? რა ვიცი, ეს ბოლოხელი ახლა და აქ გადაწყდება ყველაფერი. მე ხალხო ანუ ეს ბოლოხელი არის და ანუ ვიაქტიურად გთხოვთ რომ რა იცი ძმა ჩვენი შრომ ამან მართლა. ბაგატი ჩანვარო, მე რომ ბაგატი. შენ ანუ ერთ წამს რა უნდა გითხრა? ესე იგი შენ დარბაზში ინსტრუქტორი ხარ თუ რა ხარ ანუ საერთოდ? იცი ზეფერტი? საერთოდ როგორ თქვა? აი ის ფორმები ერთი წუთით. და ანუ მე მინდა წონა ისქნა დავკარგო კი არა რა ქვია მაგალითად დავიკლო წონაში. არა მე საერთოდ ფორმების მომატების ინფრასტრუქტურა. არა მე დაკლება მინდა წონაში და როგორ უნდა დავიკლო ისე რომ წონაში დაკლება და იზინი მე არ ვიცი კაც. ანუ ჩემს ორგანიზმს არ ვავნო. როგორ გილაპარაკები კაცო? მე ვერ გეტყვი მართლა წონაში დაკლებაზე. მე მასის მომატებაზე ვავარჯიშებ ხალხს. ხოდა ასე შემოკარგო. აბა, ლაიქეთ მეგობრებო, შენ მეგრული იცი? არა. დედა რატოვი? აბა მითხარი და ლაიქეთ მეგრულად როგორ იქნება? აბა დოლაიქეთ ბაღანებში. დოლაიქეთ. ლაიქეთ ბაღანებში. ბაღანებში. ოხ როგორ იცი ასე ყურება რაღაცნაირად. დედა როგორ იყარა ჭეთი? ეს გასულია ამან მოწია მგონი რაღაც. რაგინა არაფერში არ მეხმარები არც გოგოს მასწავლ არავის არ მასწავლ კაცო რა არის? მეუბნები ჩემს გარშემო არავინ არ არის ქალიშვილი მეთქი ხარ თუ კიდე გაგაცნობ. ყავს კარგი დაქალები მყავს რომლებიც პატიოსნები არიან უბრალოდ არ არიან ქალიშვილები ახლა რა. არ მინდა მე მინდა ქალიშვილი გოგო ახლა კაცო ახლა წელზე თუ მოგიდეს ხელი რა თქმა წელზე მოგიდებული გოგოს სახში რა შემოვიყვან მე. ანუ ეგრე არ არიან რა ვქნა. არ მინდა დამანებო. ჩემს გარშემო არ არსებობენ ეგეთი. დამანებონ თავი დამანებონ. ან თუ რა ქვია ქალიშვილები არიან ისინი დაკავებულები არიან. არ მინდა მე მაზე. ან თუ ქალიშვილები არა ეგეთები არ არსებობენ. ქალიშვილები თუ არიან რიცი არიან დაკავებული. რავი უკვე დაკავებული არიან რომ არ იყვნენ ქალიშვილები. ამანებე თავი. შენი აზრით ქალიშვილობა რომელ ასაკამდე უნდა იყოს ესე ანუ მიღებული არ ვიცი აი მე ასეთ თემებზე ვერ ვილაპარაკებ. თეთა ქალიშვილი კი არა ვაჟიშვილი და ყველაფერს დავკარგავ აქ სახლი რო დავწვა ერთი წუთი. გაჩერდი. ან ჩემი აზრით ადამიანი კი არა გოგონა უნდა იყოს ქალიშვილი რაღაც მაქს 20 წლამდე. მე უკვე პრობლემა არის. რატო უნდა იყოს? მითხარი აგერ ქალი გავისანი 50 წლის ქალიშვილი. რითი არის შენზე ნაკლები? მითხარი 50 წლის ქალიშვილი. ფსიქოლოგიურად ვერ იქნება კარგად. პატიოსანი ვარ რა ვქნა? არ შემიძლია. ფსიქოლოგიურად ვერ იქნება კარგად. ან ეხლა ესე 20 წელი ცოტა ისე ვთქვი, მაგრამ ისავარ კუპატას ვისნობდე. ხო, რავი, ნუ მიღებული ასაკი არის, ჩემი აზრით, მაინც. მეგობრებო, პატივიცეთ ყველა ცუდი კომენტარები არ დაიწეროს. რა თქვი რას ამბობ? ანუ მე ვამბობ იმას, რომ ადამიანმა რომ ქალმა რომ არ გარეკოს, ჩემი აზრით, მისთვის ესეთი ასაკი არის, რავი მაქს 30-ს მივცემდი, მეც ვერა. მაგრამ არის ძალიან ბევრი არის. რა გინდა, რო არა, ვარ, პატიოსანი ვარ, წესიერი ვარ. всё, მორჩა. არ ვიცი მე. ანუ ძალიან კარგ შვებიან, რომ არ არიან კაცო ქალიშვილები ეხა. რატო შვებიან, ბიჭო, კარგს, რატო?
ანუ ქალიშვილობაში რა მოგწონს მითხარიო? მომწონზე არა, ანუ რაღაც სტანდარტი ხო არა, მაინც და მაინც 20 წლისაც დაკარგო, კაცო. არა, ნუ სტანდარტი არ უნდა იყოს რომ 20 წლის დაკარგო, მაგრამ ჩემი აზრით არც სტანდარტი არ უნდა იყოს რომ ქალიშვილი უნდა იყოს მაინც და მაინც ადამიანი რომ მოგეწონოს. ანუ შენ მოგწონს ანუ ადამიანი და არა ის ქალიშვილია თუ არ არის ქალიშვილი, ნახე? არ ვიცი, მაგრამ ახლა მე გეტყვი შენ ერთ რაღაცას. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. ასევე. აბა შენ იცი, წავედი. კარგად. ხო და ანუ ხარ რაღაცა ქალიშვილობა თუ მე რა ჩემი საქმეა, მაგრამ ეგრე არა, ანუ რომ არ გაუბერო მე შენც ფსიქოლოგიურად და ნუ არ ვიცი. ხო, ანუ ჩემი აზრით ისეთია, მაგრამ ახლა საქართველოშიც რთული არის. კიდევ ის ჩარჩენილები ვართ რაღაც იქ რომ ანუ მაინც და მაინც ქალიშვილი უნდა იყოს. რომ შემიყვარდეს თუ რაღაც ეგეთი, ან თუ ქალიშვილი არ არის, ანუ არ შეუყვარდებათ. ანუ არ ვიცი მე ეგეთი რაღაც, მაგრამ მსმენია. აუ, ისა ვოლკ, მოდი იდი ნახვი რა. გამარჯობა ყველას. არ ვარ ტრანსი მეგობარო, არა. ტრანსფორმერი შეიძლება უფრო. ხო და ნუ რავი, აბა. მე მახსოვს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა მეგობრის მამა ამბობდა რომ ისო ანუ ჩემი შვილიო ჯერ კიდევ ქალიშვილი არისო და ანუ ამაზე შფოთავდა თუ რომ ანუ კიდე ქალიშვილი არისო ეს რაღაც მე რაღაც ის არისო ანუ პრობლემა არისო ესო რა რომ ანუ არ უნდა თუ რაღაც ეგეთი და ისეთი მკაცრავად ქალიშვილებზე რომ ამბობთ დაახლოებით შენ რა ასაკში მივხვდი რომ მე არ მივხვდა რომ მე ვაჟიშვილი ვარ ვარწევ მე არ მივხვდა რომ მე აუერ წამს ამათ არ ჩავთავ აი ესე იყოს და არ ჩავთავ აი ესე იყოს და არ ჩავთავ ეს არაფერი ფიცები რა ანუ ლანა ეგა თქვი დეივიდ როგორ ახალ შემოვიდა დეივიდი ზეუთვაური პერიოდი ხალხო მოკლედ მე წავედი რა დავიღალთან მოვიხსნი ხამ პარიქს დავინახავ ეწამსნი გამარჯობა როგორ ხარ? კარგად თქვენ? ვაი ბოდიში გამომერთო არა ვაი ეხლა თქვენ გამოგერთოთ? არა გამეცი პასუხი რაზე გაგცე პასუხი კაცო ანუ მე რაც არ ვიცი იმაზე პასუხს ვერ გაგცემ ანუ და არ შემიძლია ხო ეხლა ეგეთი რაღაც რასაც ჩემ მეუბნები მე გეუბნები რომ ანუ ნორმალური ასაკი არის მაინც და მაინც ეხლა ნორმალური ეხლა ასაკი არა მაგრამ ნუ რაღაც არსებობს ხო ესეთი რომ ანუ ადამიანმა არ გარეკოს გიორგი შენ მგონი არ იმყოფები საქართველოში ხო? არ საქართველოში არ იმყოფები
თქვენ საქართველოში ბრძანდებით ნინი? მე არა, მე საბერძნეთში ვარ, შენ? მე საბერძნეთში ვარ. ხო, ათენში ხარ? არა, მე თესალონიკში ვცხოვრობ. მე ათენში ვარ. ჩვენიერია. რამდენი წელი რაც ათენში ხართ? მე 2 წელია. ეხლა ჩახხედით ესე იგი მაგ. ნო. ჩვენ როგორ მოგწონთ ათენი ხოდა? დავი. არა, სადაც თბილი ქვეყანა ის ყველა მომწონს. სადაც თბილა. კარგი სტილისტიაო ნინიო წერს შენზე ლიზი. კი. თქვენ სტილისტი ხართ ესე იგი? კი, სტილისტი ვარ, ვღება უჭრი. ანუ კაცებზეც და რაღაც ხო? ხო და ათენში მყოფო ემიგრანტებო თუ ხართ ათენში და თუ რა ვიქსოთ შეღება შეჭრა რაღაც შეხმიანეთ ნინის გვერდზე გამოიწერეთ. ხო და ეგეთი ამბები. დალაიქეთ ხალხო 5 ადამიანი ხარ და არა. საქართველოში მიდიხართ ხოლმე? ვიყავი შარშანშვილის ქორწილზე მე. ვაუ, რა მაგარია. გაბუ ბიჭებსაც ვჭრი, მაგრამ სახლში მუშაობ ამჟამად და სახლში ხა ესე ვერ და სალონში მუშაობდი ჩვეულებრივ. ძალიან კარგი არის. მე ათენში ვარ ჩამოსული ქართული სპექტაკლები გქონდა მან და რამოდენიმე სპექტაკლებით ვიყავით ჩამოსული. სად ვიყავით? კავკასიაში? მე არ მახსოვს სად ვიყავით, რომელი თეატრის დარბაზები იყო, მაგრამ შესაძლოა ანუ ათენში მყოფი ქართველები, ანუ ვინებიც მომონაწილეობდნენ, ანუ ძალიან კარგი, ანუ დადებითი ისე როგორ თქვა ქართულად, ანუ დადებითად იყვნენ განწყობილები. ძალიან კარგი. შენ რამდენი ხანია რაც ემიგრანტი ხარ? სპექტაკლზე. მე საბერძნეთში ვცხოვრობ. ესე იგი ვიყავი 14 წლის რომ ჩამოვედი. ანუ 12 წელია რა, ანუ 12 წელი გახდა ეხა აპრილში. ხო, სპექტაკლზე მე ვიყავი. მე თამაშობდი მან და ვიღებდი მონაწილეობას. კარგი ძალიან. ხო. და რავი, კარგი იყო, სხვადასხვა ეხა აღარ ვარ რაღაც ქართულ იმებში რა ვქო, იმიტომ რომ დროც არ მაქვს და შესაბამისად ვერ ვიღებ მონაწილეობას. ანუ დალაიქეთ ხალხო 7 ადამიანი ხართ. ეხა არ წავაგოთ 6. ის ხარმეო მარო. ხალხო 6 ვინი აქვს და მოვიგოთ. 6 ვინი აქვს და მოვიგოთ. ხო და ეგეთი ამბები. ამ ზაფხულს სად მიდიხართ აგვისტოში? ურავით საქართველოში ფიქრობ წასვლას. წამებზე როგორ გავუსწორო? ვერ გავიგე. ტოკ ვერ გავიგე. რას წერა აქ? ტუჩზე დაფერვა გაქვს გაკეთებული თუ ის? არ წავაგოთ ეხა გავგიჟდები. ტუჩზე დაფერვა არ მაქვს, არაფერი არ მაქვს გაკეთებული. ესეთი წითელი გაქვს. წადღაბნილი მაქვს რაღაც, აი მოვიგე, არ არსებობს რა. ნახეთ ბავშვი, პროსტო ეხა ის იღირს. ანუ შეიძლება არ დამეწერა არაფერი, იმიტომ რომ ნახე მე ხო ის არ მქონდა კალისფერა მიქო. მე ხო ის არ გაგინურდათ. რატომ წამაგე? სამწუხარო, აი, ძმი არ მინდოდა.
კარგი, ეხა შეგეძლო შენ გაჩერება თან არაფერი არ გაჩუქეს ისე წაიღებ. ხო, ანუ ნახე, პროსტ, ანუ აქ ჩემთან ისეთები მიყურებენ, ნუ მაჰეითებენ და რაღაც. ვაიმე ჯორჯ როგორ ახარ? ჩემო ლამაზო, ჩემი ჰეითერი მოვიდა. ეს კახა. დათო, გაბუ, გიორგი, რა იყო ეს? ვაიმე გელაძე, რომელმა ის მიქნა? მაია გამარჯობა გელაძე, თუ ვინც იყავი, მადლობა ძალიან მადლობა. ხო, გადამარტყით რა მე. აი აქ გელაძე, მადლობა ძალიან დიდი გულებისთვის. გულო. ანუ ეხა ხო წავიღე რა გინდა? ხალხო დააწყაპეთ რა, რომ მოვუგოთ ამ ქალბატონს. აი რა უნდა მოიგო, ნახე რამდენი მოიგო. ვაიმე მომაგებიეთ, მე რა კიდევ. ამას უნდა გადაატყე. ვინ წერს მაგებს? პიცები ხა ვიტირებ. ვიტირებ. გადამალეწეთ სახეში. ვაიმე ეტომს ბიზნეს, აი ეს. ხალხო ეს ჩემი ვიდეო იყიდეთ, რაღაც ძონძობა ვიდეოა და ვყიდი. საყვარელია. ხალხო ამ ვიდეოს ვიყიდი, ვაი მადლობა ძალიან დიდი. ხალხო only fun. თორე ჩემზე კი არ იტყვიან რა საყვარელიაოი, გიორგი რა საყვარელიაო. არ დამეძინება, ნუ დაგეძინება დამპალო. ვინც მიყურებს მე უჟასი ხარო და არ დამეძინებაო და რას გავხარო და ეგეთ რაღაცებს მიწერე. გიორგი მუშაობ? კი მუშაობ. მე მუშაობ, რა ვიცი როგორც ძაღლი. რას კი როგორც ძაღლი? აი მე მარტო ერთი დღე მაგ დასვენება ხოლმე. და დანარჩენი დღეები ვმუშაობ. აბა რა ქვია? რაზე მუშაობ? მზარეული ვარ, მიმტანი ვარ, ფოტოგრაფი ვარ, ანუ ყველაფერი ვარ, რასაც როგორ მიყვარს ფოტოსესია? რაც კი ზოგადად ხელოვნებასთან ასოცირდება. მსახიობიც ვარ, მაგრამ სამწუხაროდ თეატრებში არ არსებობს კარგი შემოსავალი. სელენას ხო ერთვები ლაივებში? კი, დღესაც ჩავერთე სხვადასხვის. ხო, გნახე. აპრეცია სელენა. ძალიან კაი გოგოა სელენა. ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ნიკას კაი, მადლობა ძალიან დიდი კიბერიძეს ნიკა ბერიძესთან როგორ? ნიკა ბერიძესთან ვმეგობრობ, ანუ მე და ნიკა ერთად ვიყავით წასულები ბარსელონაში 2000. ნიკა მიყვარს ძალიან. 2020 და არ მახსოვს რომელი წელი იყო და მოვიდა. მართალი ადამიანია. ვერ იტანებ. ანუ ნიკაც ხო, ანუ ჩემი აზრით ზედმეტად განათლებული ადამიანი არის. ხო. კარგი ადამიანია ძალიან. არა, ნიკა ძალიან კარგი ადამიანია ნამდვილად. რამდენი ადამიანი გიყურებს ახლა ამ ხელაზე რო ავარდი? ერთი ბატონი გელაძე არის, რომელიც მირყავს რაღაცებს და ძალიან დიდი მადლობა იაკო. უღრმესი მადლობა, უსაყვარლესი ხარ შენ და რა ვიცი, ბედნიერებას გისურვებ ჩემო კარგო. ნიკას სიმართლე უყვარსო. ნიკას ახალია ჩემო კარგო, ნიკას სიმართლე უყვარს. სირცხვილი ჩვენ აქ ხატაკ ხალხს. მადლობა ძალიან დიდი. სირცხვილი რატო ჩვენ აქ ხატაკ ხალხს? ანუ რას გულისხმობ? სანო. ხო, მაგაში გეთანხმები. ეპოვატიეთო.
ეს ლამაზი ქალბატონი რო აგებსო სირცხული ჩვენო. აუი მაგაზე. გიორგი და გემშვიდობები, მადლობა მშვიდობები. ასევე კარგად გრძანდებოდეთ. Okay. სასიამოვნო იყო თქვენთან თამაში. Let's go. Tschüss, bye. საყვარლესი ქალბატონი არის ეს ნინი ქვია ხო? ვაი მე რატო დავამატე? მეც კაი თამპალი ვარ. ეხლა რო გამახსენდა გეფიცები. არა უშავს. ჩარინკო. ბიბინაიჯამ. მოდი ბიბინაიჯი ჩავდოთ. თუ ჩაგვდავს ბიბინაიჯამ. ვაიმე ანუ მოდი კრის ჯენერი ჩავდ. ბათიჟიტეს მე არ ვიყავი. ნინი აწერია კარგი სტილისტიაო. ხალხო ნინი 7 აი მოვიდა ამ აჯობს ანდალა. Hi, how are you? Hi, I'm bad. You? Where are you from? I'm from Tajikistan. Menu card dama. Chalo menu card denna. What? No. Which language is this? I am understand your language, English but Urdu. Talk. I don't understand your language. I'm sorry. გამაკეთო. არა მიხვდა რომ უნდა გავეკეთე, არა მიხვდა რომ უნდა გავეკეთე. დაეკადოს მაგნა. მე ჩემ პაკისტანელები ამოწყდით ვერ გიტანთ საღლებო. ხალხო დამალაიქეთ რა ჯეკონდა. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ანუ ადამიანს ამთქნარებს ეს იმას ნიშნავს რომ ანუ ვინც მიეწოდება ჟანგბადიო რომ გამოცოცხლოს ტვინი. Hi Mila. Oi! Oi, how are you? გავაბრთო პიდასტიკი. Ილია, γεια σου Ილია. Πάμε αγώνα. Πάμε. Χασίρ 19 θα γίνω. Θα γίνω 19. Α, είσαι 18 δηλαδή. Ναι. Από πού είσαι Ηλία? Από τη Γερμανία εσύ. Από τη Γερμανία μένεις εκεί? Σε ποια πόλη αν επιτρέπετε? Freiburg. Freiburg. Δεν έχω πάει. Ποτέ. Αλλά στη Γερμανία πολλές φορές έχω έρθει. Εγώ από Θεσσαλονίκη. Μπράβο. Περίοδο. Ναι, αρκουδάκι το ξέρω. Έχεις 34k followers, Ναι. Παύλο, έμπαινα και δεν έβγαινα. Τι σπουδάζεις Ηλία? Φυσικοθεραπευτής. Φυσικοθεραπευτής. Μια χαρά. Πάμε όλοι τα μαγκές. Φάιμε, ძალიან ის არის რა, ანუ
ვაიმე ხალხო. შემილოცეს. ეხა ეს რომ სიუჟეტ უბრალოდ ვეთამაშებ ის არ მომწონს იცი. ეხა მინდა რომ გამოვრთა. ხალხო რა ვქნეთ თუ მეტყვით რამის ცოტა ხასიათი. იმიტომ რომ ეს ადამიანები შეგვიძლია უბრალოდ რომ ითამაშონ მე არ მინდა მარტო თამაში. Μιλάει, τι γλώσσα είναι αυτή, ρε μαλάκα. Γεωργιανά. Θες να σου μάθω κάποιες λέξεις ή όχι. Δέχεσαι. Δεν θέλω. Τις καλές λέξεις θα σου μάθαινα μένα. SRGS που είσαι ρε. Μου λένε να σου πω πώς είσαι έτσι, πες τον κοιτάχτηκες στον καθρέφτη. Σήμερα δεν κοιτάχτηκα, αλλά τώρα που βλέπω τον εαυτό μου πιστεύω πως είμαι μια χαρά. Έλα ρε SRGS που είσαι. Ωραίος και μετράω. Χρυσά. Μπεϊντουλάχ. Τι κοπέλα μου. SRGS τι να σου πω. Δεν έχω ιδέα. Τι, πες το. Μου λένε να σε ρωτήσω άμα είναι ψεύτικο μαλλί. Όχι, δεν είναι ψεύτικο. Είναι φυσικό. Το τραβάς μια πάνω. Έλα. Και άλλο. Τράβα. Δεν μπορώ. Θα πονέσει. Τι λες, τράβα. Για τράβηξε λίγο τα μαλλιά σου πώς είναι να δούμε. Αν είναι τέτοιο φυσικά ή ψεύτικα. Good girl. Σε ποιον το λες αυτό. Το λένε στα σχόλια. Α, για μένα. Εγώ δεν είμαι girl. Εγώ είμαι queen. Γεια. Good queen. Εγώ είμαι queenάρα. Good queen. Experiment. Πάμε λίγο να κερδίσουμε. Πάμε λίγο tap. Ασύρ. Πάμε λίγο να κερδίσουμε. Πάμε λίγο δώρα. Συγγνώμη, με συγχωρείς φίλε μου. Κάτι έπαθα. Τρώω κατάπια. Πάμε λίγο δωράκια, μάγκες. Πάμε λίγο δωράκια να κερδίσουμε. Πάμε να την κερδίσουμε λίγο. Πάμε λίγο, μάγκες. Άνω, άμας αρμόβα και πίνω τι τσότε. Μου λένε να σε ρωτήσω ποια είναι τα προνόου σου. He, his. Τα προνόου σου ποια είναι. Pronouns. Ναι. Ναι, pronouns είναι he, his. Το ξέρω, SRGS, το ξέρω ρε μαλάκα. Τι εννοείς. Τι εννοούν βασικά, πες τους. SRGS. Όχι, μαλάκα SRGS. Δεν θα το έκανα ποτέ SRGS. Aber mich ist gerade das mit χάρη βατρίες τζόντζები. Μαριάννα, ευχαριστώ. Τζόντζουσκέπα! Τι τρόμαξε. Ευχαριστώ ρε μαλάκα. Πάει με κέλατσα. Μάτλοπα μη κέλατσε. Γεια, χάρηκα πάρα πολύ. Πάμε κι άλλο, σε παρακαλώ. Πάει. Γεια, καλή συνέχεια να έχεις. Πάμε κι άλλο. Όχι, δεν θέλω να παίξω, σε παρακαλώ. Τι έτυχε, βλέπει εσένα. Ჩემი თუ ნატრო ისქნა რა ქვია, ან დამინახეს აქ. ამე გელაძე ძალიან დიდი მადლობა. ვაიმე, დამინახეს აქ, რა ქვია. პარიკის დაიმის და ვკნავი და მუნდათ რომ ეთამაშონ საცოდავები. მეტი არა, ჩემი მტერი, ანუ შემოდიან აქ, იმის გამო რომ ითამაშონ. ია, გალაიმესი. ვაიმე, ეს ვინ არის? ბაი. ვაიმე, თქვენ არ გეღიჟოთ ადამიანის ალერსი, რატო ჩხავიან ესენი ქვემოთ? Γεια σου φίλε. Γεια. Κάνεις. Καλά είμαι εσύ φίλε μου, πώς είσαι?
Καλά, έλα να παίξουμε ένα παιχνιδάκι. Έλα πάμε. Δώσ' του. Έχεις καθόλου κόσμο. Αυτή τη στιγμή 3 άτομα με βλέπουν. Πόσο χρόνο είσαι, ποιος είσαι, πες μου λίγο για τον εαυτό σου. Λέγομαι Ιωάννης Μαρκόπουλος. Μάλιστα. Ζω στην περιοχή της Πρέβεζας. Μια χαρά. Είμαι γύρω στα 24. Γύρω στα 24, δεν είσαι δηλαδή ακριβώς 24. Όχι. Είμαι 1,71. 1,71, καλά κονούλης. Ναι, συνέχισε. Και είμαι 82 κιλά. Και είσαι ελεύθερος. Και αυτά θέλουν, θέλει ο Ελεύθερος εννοείται. κόσμος. Εννοείται πως είμαι ελεύθερος. Εννοείται, παιδιά, εννοείται, είναι ελεύθερος. Ελεύθερο πουλί. Και Είναι, το παιδί είναι ελεύθερο. Να πάτε να τον βρείτε. Εδώ είμαι ελεύθερος. Φάει μίκε. Μπαίνει τουμουμ, καραλής, παπαμ. Κάτω τώρα, πήλωτε τώρα κάτι καλαμαράκια. Καλαμαράκια έφτιαξε. Τα καλαμαράκια είναι καταψυγμένα ή φρέσκα? Φρέσκα καλή, χθες τα πιάσαμε. Ναι, καλά. Το πίστεψα. Εγώ τα πιάσα, αλήθεια. Καραλής, αδερφέ μου. Καλά. Μπορεί να ήταν τα θράψαλα που λέμε. Παρόμοιο με το καλαμάρι. Το μουνί και το οχταπόδι όσο το χτυπάς απλώνει, εγώ αυτό ξέρω. Γεια! Εγώ αυτό έχω μάθει. Κάτι ξέρεις κι εσύ. Εδώ είμαι. Καραλής, αδερφέ μου, να είσαι καλά. Να σου πω, αυτά τα καλαμαράκια τρώω λίγο, εντάξει. Τελικά γαμάνε, δοκίμασε τη λέει Αντζελίνα, δεν είναι ωραία, αλλά τελικά γαμάνε. Κρύωσε τα καλαμαράκια, μήπως γι' αυτό? Να ξέρεις, όταν κρυώνουν τα καλαμαράκια γίνονται πιο νόστιμα. Θα τα βάλω στην κατάψυξη τώρα, τους γαμίσω, θα τα βάλω στην κατάψυξη να πάνε να γαμηθούν τα καλαμαράκια. Μιλάω σοβαρά τώρα, θα τα βάλω στην κατάψυξη να δω αν θα είναι καλύτερα. Να τα φας μετά, θα σου αρέσουν πολύ. Τώρα, live θα τα βάλω, θα βάλω τα μισά στην κατάψυξη και τα μισά θα τα φάω. Ναι, σου λέω θα είναι φανταστικά. Πάμε όλοι τα παιδιά όσο βάζω τα καλαμαράκια στο ψυγείο. Πάμε λίγο τα όλοι όλα. Μπορείς να μας δείξεις τα καλαμαράκια σου? Έλα. Μπορείς να μας δείξεις τα καλαμαράκια σου πώς είναι εμφανισιακά? Για να έχουμε μια ιδέα κι εμείς ότι τρως πράγματι τα καλαμαράκια και όχι τα θράψαλα. Εγώ τα αναγνωρίζω, να ξέρεις. Φοβάμαι να τα δείξω μήπως φάω κανένα μπαν. Όχι ρε, τι μπαν. Για τέτοια δεν τρως μπαν, να ξέρεις. Κοίτα, Από εμπειρία σου μιλάω. Κοίτα τώρα, επειδή δεν με πιστεύεις τώρα και εγώ στεναχωρήθηκα. Δεν σε πιστεύω, διότι δεν το δείχνεις. Κάτσε. Δεν το δείχνω για άλλους λόγους. Γιατί άλλα παιδάκια πεινάνε. Εγώ δεν μπορώ να δείξω ένα live. Να σου πω, μπρο. Τι είναι αυτά που έφτιαξες? Για πες λίγο δυνατά. Καλαμαράκια με τεμπούρα και απ' έξω φλέικ τεμπούρα. Καλαμαράκια με τι είπε? Με τεμπούρα και φλέικ τεμπούρα απ' έξω. Τεμπούρα. Ναι. Καλά, ο φίλος από εκεί είναι μαγειράς. Ο φίλος από εκεί είναι εμπορικό ναυτικό, είναι στο μαγειρίο και τον κουμπώνουν και οι Φιλιππινέζοι καμιά φορά. Γι' αυτό. 6 μήνες μέσα στον πάρκο, τι λες να κάνει? Και τώρα δεν θα ξαναπάει? Φεύγει τώρα τον άλλο μήνα.
period. მადლობა ძალიან დიდი გელაცე. ღრმეს მადლობა. Δεν μου πες τίποτα για σένα όμως. Με στεναχωρείς. Εγώ λέγομαι Γιώργη Νταβιτασβίλη. Τέτοιο, είμαι από τη Θεσσαλονίκη, κατάγομαι από τη Γεωργία. Είμαι στα 27. Έχω σπουδάσει... Τι έχω σπουδάσει? Μαγειρική. Αυτά για μένα. Ασχολούμαι με το θέατρο, με τα καλλιτεχνικά, με τα πάντα, αυτά. Δεν μιλάς γεωργιανά. Γεωργιανά, σωστά το λες. Μιλάω, πες να μιλάω. Καμαρτζόμπα. Καμαρτζόμπα. Ρόγκοράχαρ. Άρα. Καμαρτζόμπα. Καμαρτζόμπα. Χάσαι μας το άλλο ζωστά. Ρόγκοράχαρ, πίτσο. Χω. Εσύ από πού τα μάθεις αυτά? Βασικά θα έχεις κάμια φίλη, Εγώ, κανένα φίλο. θα σου πω. Είμαι γεννημένος για να μαθαίνω ξένες γλώσσες. Μπράβο, χαίρομαι πολύ για σένα. Να πας στη Γεωργία, θα σου αρέσει πάρα πολύ. Θα πάω. Είναι για σένα, ακριβώς. Χάρηκα, τα λέμε. Κι εγώ, γεια. შენ ესპანური იცი? ესპანურს ფლობ ბავშვობიდან. კი, ეხა ესპანურად ლაპარაკობდი ამ წუთას. Period. ესპანურად ლაპარაკობდი, აი რაღაც ბავშვობიდან ესპანურით რაღაცა ხო ხვდები, ესპანური როგორ მიყვარს. ხო. მანუელა. ფაიმეის ბელჯამ კიდე აქ არის შემოთრეული ეს ქალი. სად ისწავლე? მე ვისწავლე სკოლაში. ხალხო დამიწერეთ რა. გამომელია ეხა სიტყვის მარაგი. სკოლაში, გზაში, სახლში, მაცივარში. რავი, ყველგან. ანუ მცხეთის სკოლაში ესპანურს. მცხეთის სკოლაში არ მივიდა ჯერ ერთი. მე დავდიოდი მცხეთის რაიონ სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში. მერე ვიარე მცხეთის რაიონი თუ რაღაც ციხისძირის სკოლაში. ნომრები არ მახსოვს და არ შემეკითხოთ. ერთხელ თქვი რომ მცხეთაში ცხოვრობ. კი, მცხეთაში ვცხოვრობ. და ჩამაქმანთ. და ნუ რა ვიცი, ხა ძალიან წერვა. გეფისები ანუ ხალხო აქ ჩემი არაფერი არ დაიჯერება ზოგადად, ანუ აქ რასაც ვამბობ, ფაქტი არის 99.99 მიასედი არის ის რა ქვია ტყუილი, რასაც ვამბობ, რო იცოდეთ. აი ხა იქიდან ხა 1% ის რომ ახლა ვსწავლობდი. კი ბატონო, ეგ მართლა, ეგ ნამდვილია. ეხა სად ვსწავლობდი და როგორ ვსწავლობდი ეხა ვიზაჟია ინტერნეტში მიღაი მიტყარიება. ფაქტია, საუბრობდი და რა ვიციო, ხო, ეგრეა ჩამოკარგო ეხლა. მე შეფარული ვარ ეხლა. მე მაინტერესებს. მე რავი, ეგეთ რაღაცებს ზოგადად სოციალურ ქსელში ხო იცი ხა.
აქ მარტო ჩემი ტუჩსაც შეაინტერესებს და ჩემი ორიენტაციაზე საუბრობ ხოლმე აქ მაგაზე ვარ ორიენტირებული სულ აუ რა ხადო ხარ ხადო წახალზე ისაც ახარ კიდე ხადო მე გადავღადოები არ ვიცი მე ახლა ამ ხალხო წავედი ახლა მე რაკეთი ეგით ნაშვილს უნდა ვუყურო ხა ვიდეოები და რაღაცები აი მე იმას უყურებ ხოლმე კიდე ამბოლ რო ძალიან მიგდებს არადა ხალხო არ უყურებ ეგეთ რაღაცებს და აი ხა ანუ მე რასაც უფრო შეყვები და მე უყურებ ანუ გიგდებს რა რაც მივხვდი მე TikTok-ზე ეგეთი პოლიტიკა აქვს TikTok-ს ეს გიო და მარიო თუ რაღაც ვიღაცები რო არიან ხო იცი მაგათმა ხალხო აი გეფიცების სახლია აშენეს მანქანები იყიდეს გარაჟი აშენეს და მე აქ წელებზე ფეხზე ვიდგავ დრო რა ვიცი აი თვიდან თვემდე გავიდე და თუ პასუხი არ გამეცი აბა რა ჩემყლეთ მინდა ვინმეს ლაივის ყურება ბიჭო თუ ლაივი გაქვს ეს ხალხს ეუბნებოდი შემოდიო რასაც მინდა იმას კითხავ ოკეი შენ შეგიძლია რაც გინდა ის მკითხო მაგრამ მეც მაკუფლება მე შენ არ გაგცე შენს კითხვაზე ხო მართალი ვარ ანუ ხო შემიძლია რომ ვთქვა თან დაგამიუთვა უბრალოდ გითხრა რომ იცი აი არ მინდა შენს კითხვაზე პასუხი განა იმიტომ რომ მე შენ ვერ გაგცემ ამაზე მე ძალიან კარგად გაგცემ მე დავიბლარე ძალიან კარგად გაგცემ ხო პასუხს უბრალოდ არ მინდა ნახე არ მინდა ანუ ან კიდე საერთოდ ანუ ის არის ხოლმე იმას ვაკეთებ რა ანუ რაღაც იგნორს უკეთებ ან რაღაც კომენტარი დაიწერა ხო ანუ დაიწერა 9 ჯერ მიწერს ვიღაცა გეი ხარ ქალიშვილი ხარ თუ ვაჟიშვილი ხარ თუ ტრანსი ხარ თუ რაღაც ანუ აი ეგენი უკვე ის არის რა ქვია მოაბეზრებელი არის ნახე მოაბეზრებელი არის ერთ და იგივე კითხვა 9000 ანუ რო არ გცე მე შენ ადამიანო ვიღაცა ხარ ხო ესე იგი არ გცე ანუ არ მაინტერესებს შენი კითხვები ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებით ხო ანუ არ ვთვლი რომ ეს კითხვა ვინმესთვის საინტერესო ან კიდე ჩემთვის საინტერესო იყოს მე აქ შემოვედი რითი შემოვედი არ ვიცი ხო არ გინდა და აი და ამ ჩემ ნასტალუჩია ვინ არის ნეტა კარგად იყავი ჩამოკარქვა ცხეთაში მოგიკითხა ჩემო მასწავლებელმა თუ მაგასაც გახკარი ხო სანტა ხალხო მე ვარ დისლექტიკი ადამიანი გეტყვი დისლექტიკა დაებარებს აი ამაში რომ შეიძლება ანუ ადგის სიტყვები გადაანაცვლო ან სმაგირად წაიკითხო ან სმაგირად წაიკითხო და ეგეთი რაღაცები ანუ ვინც იცით რა არის დისლექტიკი ვარ მე ანუ დებილი არ ვარ უბრალოდ ადამიანები არიან ხა იბადებიან ესეთები და ძალიან ბევრი ისეთი მწერალი და ისეთი გამორჩეული ადამიანი იყო დისლექტიკი ხო და ესე აი შემიძლია ხა მაგალითად რაღაცას ვკითხულობ და შეიძლება ჯერ ის წავიკითხო თქვა აი ბოლოდან შუადან დავიწყო და კითხვა და მე ისიც მივაყოლო ეგეთი რაღაცები მაქვს ანუ არა დებილი არა ვარ ვაი ზიზინათელა ჩავთოთ ზიზინათელა უწერია ესე ჩამოკარგო და რა ვიცი ახლა მე ანუ რა ჩემი ბრალია ხო
აჰა, ვიღაც სამკა უწერია. მე αφიმი უნდა დავიწერო. ქეფიცები ამკა უწერია. ეს აუი, და გამიუხდე ხოდა. Padi Pantera. Lali Sarayai. Destiny Trans. No di Destiny Trans. Ciao. Kisses. Modi kisses. It's me wallet. Period. Yow. ესე იგი 2000 აქედან ვინები იყვნენ. რამდენი ნაცნობი შემოვიდოდა ეხლა ამ ლაივში და რამდენი დაწერდა ეხლა რამდენი იტყოდა რაღაცის სულელეს. საღამოშტობისა. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა როგორ ახართ? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? მეც კარგად, მადლობა. რა ქვიათ ქალბატონო? ეკა მქვია მე. სასიამოვნოა ქალბატონო, ეკა მე გიორგი მქვია. ასეთი სასიამოვნოა ბატონო გიორგი აგრეთვე. ზედმეტ სახელს ლალიკოს მეძახიან. მოდი მე გიორგის დაგიძახებ, შეიძლება რთვით ხომ? კი ბატონო, თქვენ როგორ გქენებოთ? ვითამაშოთ? ვითამაშოთ. კი ბატონო. რა პროფესიის ბრძანდებით ქალბატონო? სახელი თუ შეგიძლიათ შემახსენოთ? ეკა მქვია. ეკა, ქალბატონო ეკა. მე მქონდა ჩემი საკუთარი პატარა საქმე. მცირე ბიზნესი შეიძლება ითქვას. ამჟამად არ მუშაობ, უმუშევარი ვარ. ძალიან ესე ეხარო ეგრევე რომ შემეკხედეთ მეგონეთ რაღაც მხატვარი ხელოვნებასთან რაღაც მქარგველი რაღაც ძალიან ისეთი რაღაც ხელოვნებასთან ასოცირებული ადამიანი და ხელოვნებასთან ასოცირებას თუ ვიტყვით მე ლექსებს ვწერ და ალბათ ეს მომენტიც შეიძლება ეს ხელოვნებას ეკუთვნის აგრეთვე. ლექსებს ვწერ და ლექსებს ვკითხულობ ჩემ ლაივში მეგობარო. ოკეი. ძალიან კაია. ძალიან კაია. ხო. რა თქმა უნდა, მათ შორის მიყვარს ლამაზი ხატრობა, მიყვარს ლამაზი ბუნება, რაც მე მომწონს იმას გიხსნით. დიახ, ძალიან კაია. მიყვარს თეატრი, მიყვარს კინო. აი რა კაია თეატრი გიყვართ. მიყვარს პოზიტიური ადამიანები და საერთოდ მიყვარს კეთილი ხალხი. ამ ბოლო დროს რომელი სპექტაკლი ნახეთ? ამ ბოლო დროს არც ერთი სპექტაკლი არ მინახია. მე საერთოდ რამოდენიმე თვეც არის არა ყოფილა, მაგრამ საერთოდ მიყვარს თეატრი. ხო, თეატრი მე ძალიან მიყვარს. თქვენ საქართველოში ბრძანდებით? არა, მე საქართველოში არ ვარ, მე საბერძნეთში ვარ. გასაგებია. დავალაიქოთ მეგობრებო, რაღაც დაწერეს მე მგონი. აი მინდა რომ დიდი ბოდიში ერთ წამით რაღაცა კომენტარი დაწერეს. სალამიო, სალამი მეგობრებო, სალამი, ისეთი. ერთ წამით მე ამ ადამიანს პირველად ხვდები მეგობრებო და არ ვიცი ხა მე ადამიანს პირველად ვესაუბრები და მე ყველა ადამიანს პატივისცემით მოვეპყრობ დანარჩენი მე ჩემ დასკვნას თვითონ გამოვიტან ასე რომ არ არის საჭირო არაფერს დაწერა. ხო რაზე ვსაუბრობდით გიორგი? თეატრზე ვსაუბრობდით ზოგადად ჩვენ. საერთოდ რა? ხელოვნებაზე. კი ბატონო. ეს კითხვა მიყვარს და ასე შემდეგ. ხო,
წიგნის კითხვა ესე ძალიან ვერ, მაგრამ კითხულობ ხოლმე წიგნებს ზოგადად. ანუ ესე რომ ვთქვა, აი წიგნის მაგალითად ადვილად ავდგები და წავიკითხავ, არა, წიგნი უნდა მომწონდეს ძალიან. და იმან უნდა რაღაც მიბიძგოს. მაქვს ძალიან ბევრი წიგნი, რომელმაც რავი. ეხლა მე რამოდენიმე წიგნი მირჩიეს და მე წავიკითხავ ეხლა სახელწოდებებს და რა ვიცი რომელიმე წაიკითხე. ახალი წიგნებია გამოსული. ჯეიმს კილერის ატომური რჩევები, ნაპოლეონ ჰილის იფიქრე და გამდიდრდი, ვიქტორ ფრანკლინის უთხარი სიცოცხლეს დიახ და ჯორდან პეტერსონის ცხოვრების 12 წესი. ეს ყველა წიგნი არის იმასთან ერთად, რომ ძალიან საინტერესო წიგნებია. ანუ ადამიანს ეხმარება წარმატების მიღწევაში, გამდიდრებაში, რავი, ცხოვრებაში რომ უფრო ბედნიერი გახდეს. ესენი ადამიანს აძლევს мотивაციას და ცოდნასაც, რა თქმა უნდა. აი ხა მე ლაივს რო გავთიშავ, ჩანაწერში ამოვიღებ და აუცილებლად იმას ვიზავ. ანუ ელექტრონული წიგნები ხომ არის, ხო შეიძლება რომ ესენი რა თქმა უნდა ელექტრონულადაც იქნება, არ არსებობს რომ ელექტრონულად არ იყოს. ხო, მაშინ იმიტომ რომ მე ხა საქართველოში არ ვცხოვრობ, რადგან მანდ არ ვცხოვრობ, არ მომწონს. ინტერნეტით შეგიძლიათ ამოიღოთ ეს წიგნები და წაიკითხოთ. ეს წიგნები თქვენ სულსაც გაამდიდრებს და საერთოდ ძალიან საინტერესო წიგნებია, რომლებიც მე თამაშობთ. კი. ბევრ ამის დაგეხმარებათ. ანუ მე ისეთი წიგნები გითხარით, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში და მაგარი მწერლების დაწერილია. წაიკითხეთ ბატონო. დიდი მადლობა რჩევისთვის. არა. აუცილებლად. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ უსაყვარლესი ქალბატონი ბრძანდებით და ღმერთი თქვენსკენ. კარგად. დაიხარეთ ჩემო კარგო. ღმერთი შენსკენაც. კარგად იყავი. კარგად ზანდებოდეთ. საყვარელი რაღაც ზედარებით ენერგია მოდიოდა ამ რაღაც ძალიან გაწონასწორებული უსაყვარლესი ქალბატონი არის. მე რანაირად ამაგადო შემეშინდა გეფიცები ესე რომ ის თქვენი ჩემი თავის დანახვის შემეშინდა. ეს ხულია. კეისარმა გამთიშა. जी मेरे नाल बैठ ओके मैं मुझे 10 के डाल ले था जब मेरे को पैसे नहीं मैं 10 पाव मैं hello gadira आउटे जने तो फिर नहीं बैठ fine მე გამარჯობა ხატია. გამომუთიშა იმას ხმა ვინ ჩაირთო კაცო ეს. მოიცადე, იქნებ უთხრა. Elon. Go Libas. Hi. Hi, how are you? Libas. I'm good. Leave us, please. I'm sorry. Oh. და ჯანდაბა შენ. როგორ ხარ? კარგად თქვენ ხართ ხატია. კარგად, მადლობა. ითამაშოთ? ვითამაშოთ ხატია. Je m'appelle ერთ სიტყვით წეღან ვერ გიპასუხე. არსად არ ვიყავი TikTok-ის გარდა საერთოდ. ალბათ გეშლები ვიღაცაში. ხატია რა საქმიანობ თქვენ? მე მუშაობ რესტორანში, გიომადლობა. უკვე 6 წელია. ამჯერად ვარ დისტანციურ ადგილობრივ მენეჯერი. რაღაც პერიოდით დავანებე და ყოველდღიურად აღარ მუშაობ. ეს არესტორნო სფეროში ვარ. საინტერესოა ხო სარესტორნო სფერო თუ მოსაწყენია თქვენთვის? არა, მოსაწყენი არანაირად არ იქნება, იმიტომ რომ იმდენად მძიმე სამუშაოა და რთული სამუშაოა, მოსაწყენი ძალიანაც რო გინდოდეს ვერ იქნება. კი არა. კეთახმებით მძიმე სამუშაო არის და ფსიქოლოგიურად
კიდევ რაიმ ხო ეგ უფრო მძიმე არის ჩემი აზრით. კი, ძალიან ბევრ შრომას მოითხოვ, ძალიან და ჩათვალე მით უმეტეს თუ მენეჯერი ხარ, მიმტანებს უფრო ნორმალური და ადეკვატური გრაფიკი აქვთ. თან დიდად თავს არ შეიწუხებენ და ჩათვალე არ გაქვს არანაირი პირადი ცხოვრება და უნდა გადადო ყველაფერი, არა ოჯახი არანაირი პირადი ცხოვრება გეყოფა ეხა. ეგ თითქმის ყველა სფეროში არის ესე. ყველა სფეროში არა, ალბათ გიომზე მადლობა, ალბათ ყველა მომსახურების სფეროში. ხო. ყველა სფეროში არ არის ნამდვილად. ძალიან კაი. თქვენ საქართველოში იმყოფებით, ხო? კი, თბილისში ცხოვრობ. მანიერი. შენსაც ცხოვრობ? მე საბერძნეთში ვცხოვრობ. დიდი ხანია მათხარ? კი, ანუ აქ გავიზარდე, ანუ ესე გამოდის რა, ანუ 15 წლის ვიყავი რომ ჩამოვედი და ეხლა 26 წლის ვარ. გასაგებია. ნორმალურად ხარ ესე კი მანდ ხო? გამარჯობა. კი, ანუ რავი, აქ მომწონს კიდევაც, რავი, თავს ისე ვგზნობ როგორც სახლში და მარკელა გამარჯობა. ხო, ანუ თან ისეთი ქვეყანა არის ცხელი რაღაც როგორც მიყვარს, ვთქვათ. ეგეც არის. მე სხვადასხვა რესტორნის სფეროში ვარ და ვიცი ეგ მდგომარეობა. კალისფერა. გასაგებია. მდგომარეობა 15 წლიდან მაგ სფეროში ვარ, 15 წლიდან. მუშაობ, რა ვიცი, ანუ რაც ალბათ საბერძნეთში ვარ, ანუ სულ რაღაც მუშაობა ამოსული მაქვს ყელში მაინც. რესტორანში მუშაობდი ძირითადად? ძირითადად რესტორანი, მუშაობდი ფოტოგრაფად, საბავშვო ბაღებში, უნივერსიტეტებში, ესეთ ადგილებში უფრო მზარეული, ანუ დამთავრებული კულინარია და ეხაც მუშაობ როგორც მზარეული მოკლედ. მაგრამ როგორც ასეთი რესტორანში თუ ადგილობრივ რესტორანში? ადგილობრივ რესტორანში. ანუ როგორც ასეთი რომ რაღაც ერთი კონკრეტული პროფესია მქონდეს, ანუ პროფესია ისე, ანუ არჩეული მაქვს, ანუ კულინარია მოკლედ. ანუ ეს რაღაც მოდებული ვარ მოკლედ რა, ანუ ყველაფერს ყველგან ვარ, ანუ რაღაც მინდა რომ აქტიური ვიყო რა, ანუ ისიც ვაკეთო და არაფერი არ დამოვტოვო. მესმის, მაგრამ იცი რა, არ გამოტოვერთი, მაგრამ არც რამდენად კარგია ეგ რომ ბევრ რაღაცას ედები, კი საინტერესოა, მაგრამ რეალურად ახლა ალბათ შენი თავი ვერ იპოვე ვერც ერთში, უფრო ეგ არის ვიდრე ჩემი თავი ვიცი ან რომელ სფეროშიც ვიქნები ბედნიერი. ჩემი თავი თეატრში ზოგადად თეატრში მგონია რომ ვიქნები, აი იქ მე ვინც მინდა რომ ვიყო, მაგრამ ზოგადად თეატრში რომ იყო, ფინანსურად უნდა იყო კარგად, ხო? ჩემი აზრით ესე არის. ეხლა მე რომ დავიწყო თქვათ პატარ-პატარა სლები ვთქვათ ზოგადად თეატრში, ვერ ας მით უმეტეს ამ საბერძნეთში თუ სახლი არ გაქვს, ვერ გადარჩები ხო ისე, ანუ უნდა გქონდეს რაღაც შემოსავალი, რომ იქაც გაწვდე და ესე კიდე ანუ არ გამოდის და რთული არის მოკლედ რა ეს. მდგომარეობა. თუ ძალიან გინდა მაგ სფეროში რომ კარგად წარმატებული იყო, იმედია აგისრულდება შენ. ხო, იმედი მაქვს მეც, რომ აი რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ რაღაც დავაღწევ აი ამ რაღაც პრობლემებს თავს და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. თუ ძალიან გინდა და გულით გინდა აუცილებლად. კი, არა, ძალიან ბავშვობიდან მინდოდა და ეხლაც მინდა და მენდომება. გიორგი, დაგტოვებ ახლა, მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად გასანდებოდეთ. კარგად. აი. ავუდას ფინარი, საყვარელი გოგონა იყო პერიოდო.
Amalia Mariana 49 ლაიქი სად არის ვამი არ ვიცი მარკელა არ ვიცი არ მილაიქებენ ვცულვარ მე ხალხომე წავედი ეხლა მოკლედ რა მარკელა მადლობა რომ შემოხვედი ყველა სანდიდი მადლობა რომ შემოხვედით ნუ ხა ყველა კარგ ადამიანს და ზოგადად ძინავთ ალბათ ეხლა და თან როგორც მე გუშინ ხვით ჩამეძინა ლაივში ჩამეძინა თუ არ ვწდები და მგონი კარგად ვიხურინე იმიტომ რომ მე როცა დაღლილი ვარ ხოლმე კარგად ვხურენ დროებით ხალხო წავედი ინსტაგრამზე გამომიწერეთ ესენათვის κάνω ბლოგ que τις προάλλες με έβρισες σε άφησα έτσι χωρίς την απάντηση και τώρα σήμερα πήρες την απάντηση. Δεν μπορώ να βρίζω ανθρώπους και τέτοια κάτι τυποτένιους σαν εσένα. Τσάβε τι έκλαμε, τρώει πιτ.